დღეს სტუმარია, რომელი მობრძანდა შალვა მორელი. აპლოდისმენტებით შევეგებოთ. მოგესალმები. გამარჯობა. ძალიან გამიხარდა. სტუმრობა შენი გენაცვალე და კეთილი იყოს კიდევ ერთხელ ჩვენი შეხვედრა და მე ძალიან გამიხარდა თქვენთან მოსვლა. დიდი ხანია ვყოფილი. მეორედ ხარ. საახალწლოდ კი ბატონო. ეხლა საზაფხულოდ. ახლა საზაფხულოდ. ზაფხულს შემოვიტყუებთ ამ სტუმრობით. ესე შეიძლება ნახე ხელცარიელი არ ჩვენ დავხდით აგერ იმედის ესე ოქროს ღილაკი დაგახვედრეთ YouTube-ზე. იმედმა მილიონი გამომწერი, ესე ავიდა მილიონ გამომწერზე იმედის YouTube-ვერდი და YouTube-მა გამოგვიგზავნა, გავუნიას ღამის შოუში, დადგითო YouTube-ს უთქვია, სხვაგან არ გააკარო თარსათო და იმედი ერთ წელიწადში მეც მექნება ეგეთი. კი ბატონო, მე ვიმედოვნებ და ძალიან დარწმუნებული ვარ, მაგრამ აუცილებლად ეგრე იქნება. აბა როგორ ახარ პირველ რიგში? ყველაზე კარგად, ველოდებით მშვიდობაში. ძალიან კარგი. კი ბატონო, მადლობა კიდევ ერთხელ იმისთვის, რომ სპეციალურად ჩვენი გადაცემისთვის ჩამოხვედი. ვცდილობ რა, რომ ქართული ხალხი ჩემი მსმენელი არ დავივიწყო და რაღაცნაირად სულ ხშირად შევხვდე რა. არ გამომდის, მაგრამ როგორ არის ისე როგორ არიან ჩვენი თანამემამულეები, ჩვენი მეგობრები იქით ხომ კარგად, ნორმალურად. დიდი სიყვარულით მოვიკითხავთ ისრაელში მყოფ ქართველ ებრაელებს და ჩვენ მეგობრებს, რომლებიც სულ ყოველთვის განსაკუთრებულად ხვდებიან დიდი სიყვარულით და პატივისცემით. შალვა, ნათქვამი გაქვთ ესეთი რამ, რომ თვეშიო 10 დღე თვითმფრინავში ვარო. კი ბატონო. ამიტომ თავი მაშინ ისე იგზენი, როგორც თბილისის თელავივის რეისზე, აქ შეგიძლია თავისუფლად, ანუ პრობლემა რა. არ არის პრობლემა, მაგრამ ეხლა რა ხდება, იცი, ცოტა კიდე გავზარდე. აბა? ანუ 12 დღე, 13 დღეზე წახვედი. ისეთ უყოფილა, ისეთ შემთხვევა, რომ ბორტგამცილებელს მაგალითად არ ეცალა ერთ-ერთ რეისზე და თვითმფრინავში მოქცევის წესების ახსნა შენ მოგიწია მაგალითად ისე კარგად იცი უკვე ყველაფერი. აფრენა კატოფრენის დაცვა. ეგრე არა, მაგრამ ერთი თვითმფრინავში დათვრა ერთი და მომიწია დაწყნარება ისე რომ მიცნო ტიპა. არ ვიცი საიდან მიცნო, ევროპიდან მიფრინავდი ევროპაში. ხო და საიდან მიცნო არ ვიცი გამიგეთ ნუ ალბათ სადღაც სადღაც შეხვდა აი YouTube-ზე ან Facebook-ზე და მიცნო და ტიპივეც შენ მომღერალი ხარ ლადნა всё დამშვიდა მე რა თელი გრამადები იმავეა კომპანიები რაღაცა საჩუქრები და ყველაფერი სიგელები კი ჩოლები უფასო ორი ფრენა და რაღაც ჩოლები მაგაში ეს გამიმართლა რა ესე იგი ქართველ ებრაელი მომღერალი. კი ბატონო. ნათქვამი გაქვს ქართველმა ებრაელმა ისრაელში თუ გითხრა სიტყვა, ის სიტყვაა და იმას კონტრაქტი არ ჭირდებაო. კი ბატონო. სხვათა შორის მე მყავს ერთი მეგობარი. შენ ძალიან კარგად იცნობ. ჯიმი ჯაბოვიჩი. კი ბატონო. ესე იგი რავი. ჯაბოვიჩმა თუ თქვა, კი ბატონო. სიტყვა, კონტრაქტი და 5 თანხლები პირი ჭირდება თვითმფრინავი კიდე სიტუაცია. თავის ადვოკატები და იმითი და გამორიცხული მე არ გადავა იმ სიტყვას. რა მე არ ვიცი რომ ესე ჯაბოვიჩი და რა გჭირთ თქვენ იმეც მე არ ვიცი. ხუმრობით რა თქმა უნდა, თორე სამი წყობნის 5 კი ბატონო. შალვა, ესეთი რამ გაქვს ნათქვამი, მომღერალმა აუცილებლად უნდა იმღეროს რესტორანში წარმატებული რომ იყოსო. კი ბატონო. ადასტურებ ამ შენს ნათქვამს. არა, მე მესმის შალვა ნამდვილად და მჯერა, მაგრამ Taylor Swift-ს ვერ გააგებინებ მაგას, გამიგე? ვერ დავიწყანი ამის. თავისი ისტორია ექნება და აუცილებლად იქ ექნება დაწყობილი. აუცილებლად დარწმუნებული ვარ. უბრალოდ ბევრი ადამიანი ამას მალავს. ხო, ძალიან ბევრი წარმატებული. ძალიან ბევრი წარმატებული ვარსკვლავი ვიცი, ანუ მსოფლიო ვარსკვლავის დონეზე ვლაპარაკობ. რომელსაც ყველას პრაქტიკულად დაწყებული აქვს ან ღამის ბარში, ან რესტორანში, ან ტავერნაში, აუცილებლად. კი ბატონო, მესმის. მაგრამ იცი რას დავაკვირდი, რესტორანში რაც უფრო გემრიელია, კერძები, მით უფრო მოკლეა მოღმელის რეპერტუარი, ხო და მაგ შემთხვევაში შეხუარი ესეც. ნახე, ყველა რესტორანი არ არის ისეთი მაგალითად კერძი რომ იყოს გემრიელი. ახლა ჩვენ რო წავიდეთ მაგალითად ამერიკაში, ევროპაში, არის ესეთი რესტორნები, ნუ პორცია მოაქვთ, ნუ არ ვიცი, ნუ მე კი არა და ჩემი 9 წლის ბავშვი იმას არ შეხედავს გასაძღომად როცა უნდა გამიგეთ და ეს ყველაფერი მაგალითად არც გემრიელია. რაღაც უამრავი თანხაღის. ნუ აბა ჩვენთან საქართველოში ბედნიერი, კაი, შუპრა გაიშლება. გასლაპარაკობ, ეგ ვიცით უმაღლეს დონეზე და 5000 ლარად ორ კაცზე
მოგესალმებით. ვიღაცას მიესალმე გასაგებია მესმის. შალვა, ეხლა მითხარი დღეს ჩვენთან გარდა იმისა, რომ ისტორიებისა, კარაჩოლის სტუმრობისა, კიდევ გაქვს ალბათ სიმღერა მომზადებული, ხო? რა სიმღერაა, ხომ არ გვეტყვი? სიმღერები ძალიან ბევრი მაქვს, მაგრამ რომ ვარჩევდი თქვენს შოუს რომ ცოტა შეუფარდო, სულ სხვა სტილია. მე ცოტა ეხა ფანოღის მომღერალს მიძახიან, ეს არც არის დასამალი, არც მწვენია, პირიქით მიხარია, ძალიან მიხარია, რომ მე ვარ მორთფიალე მომღერალი და ჩემს სიმღერებს ბევრი უსმენს და უკვე უყვარს და უკვე მცნობენ, რაც იყო ჩემი ოცნება და მივდიოდი ამ გზას, რომ საქართველოში რომ გავალ ქუჩაში მე მინდა რომ დამესალმო, მე მინდა რომ სურათი გადაიღონ ჩემთან, რაღაც მივედი ამ დონეზე, მადლობა ღმერთს, ძალიან ბევრი დრო, ნერვები დაჯდა ეს ყველაფერი, მაგრამ მივედი ამ დონეზე, მადლობა ღმერთს და ეს სიმღერა აი როგორ გითხრათ, სიმღერის სათაური ყველაფერს ამბობს რა, დღეს ყველაფერი ფულით კეთდება. ანუ ეს სიმღერა ჩემი აზრით მე თუ რაღაც გემოვნება და წარმოდგენა მაქვს, ეს სიმღერა არის ჰიტი. კი ბატონო. ხო, მე ესე იგი არ მიყვარს ეს გაფირუშება და გარეკლამება ყველაფერს, მაგრამ მე ჩემი აზრით ვინც რომელიც ადამიანიც არის ცხოვრებისეული, რაღაც მორთფიალე, რაღაცა ესმის A და B და G, ჩემი აზრით ეს სიმღერა მისთვის არის ჰიტი. კი ბატონო, მაშინ მე თუ შემეკითხებით, იყო არაჩვეულებრივი სტუმრობა, ძალიან გამიხარდა შენი მოგზანება ჩვენთან გადაცემაში სტუმრად. გელით კიდევ არაერთხელ, ჩემო ბატონო და მაშინ ეხლა ღამის შოუს, ტელეკომპანია იმედი გაიხარა.